ტრამპი ამპირებს, რომ 14 ივლისს თავის დაბადების დღეზე მოაწყოს ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო აღლუმი, სადაც იქნება დაახლოებით 6600 სამხედრო პირი მობილიზებული, 2000 სამოქალაქო პირი, 150-მდე დაახლოებით რაღაც სამხედრო მოწყობილობის მანქანები, მაგალითად ტანკები და ასე შემდეგ, ვერტმფრენები, მოკლედ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო აღლუმს აწყობს და ეს რა თქმა უნდა იწვევს საკმაოდ ისეთ მიმარცხენებში უფრო მეტად იწვევს რა თქმა უნდა საკმაოდ ისეთ გართულებას, რომ ჩრდილოეთ კორეა, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს რაღაც საკუთარ დაბადების დღეზე რაღაც განსაკუთრებული აღნიშვნები და რაღაცები უფრო მეტად, ეს ასეთ განსაკუთრებულ დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებთ და ამის ძალიან კარგი მაგალითია რას ხედავთ ხოლმე დაბადების დღეებზე და ასეთ პირველი პირების გამორჩეულ დაბადების დღეებზე, მაგალითად ჩრდილოეთ კორეაში და არა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში. თუმცა მეორე მხრივ 14 ივლისი არის 250 წლის თავი ამერიკის სამხედრო ძალის და ეს არის ერთგვარი იუბილე მათთვის და ტრამპის მომხრეები უფრო მეტად ამას ხსნიან იმით, რომ ეს არის რეალურად ამ არმიისთვის, არმიის საპატივცემულოდ მიძღვნილი აღლუმი, თუმცა რა ვიცი, ჩემი პირადი აზრია, რომ ის რაღაც ალბათ ცოტა ორივე, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არის უფრო მეტად ძალის დემონსტრირება, იმიტომ რომ როგორც ნახეთ, საკმაოდ შეიცვალა ძალთა ბალანსი მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაბრუნდა თეთრ სახლში და რაღაც ეს ერთგვარი ძალის დემონსტრირებაა, იმიტომ რომ ნახეთ დონალდ ტრამპის მოქმედება, რომ ღიად დაუპირისპირდა არაერთ როგორც ძველ მოკავშირეს, ასევე ძველ მოწინააღმდეგეებთანაც საკმაოდ ისე ღიად გახსნილად გამოაცხადა, ასე ვთქვათ, დაპირისპირება და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი ძალის დემონსტრირება და იმის გახსენება, რომ ამერიკა კვლავ არის მილიტარული სახელმწიფო და მას გააჩნია სამხედრო უნარიანობა, რასაც მაგალითად იდავებოდა ევროკავშირს, რომ მათ დაკარგეს თავდაცვის უნარიანობა, იმიტომ რომ როგორც ვიცით, მსოფლიოში არ არის ისე, რომ სრული მილიტარიზაცია იყოს შესაძლებელი და ყველა უნარიან სახელმწიფოს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ჩვენ თორემ გამოხდებიან ხოლმე პატარა ბიჭები და რა ვიტყვით, ნინჯაში ძალით რა უნდა წამიყენო. ამიტომ